ნუ თუ მართლა შენ ხარ. ნამდვილად მე ვარ. მე, ფირუზე. კი, მაგრამ შენ ხომ მომისმინე. ცოტა დრო გვაქვს. შესაძლოა ვეღარ მოვიდე. ყველაფერს მოგიყვები. ალბათ ამ დრომდე არც არაფერი გიჭამია თემრულა ხბეი. დრო არ მქონდა. ელდაჰანიმ, ზეითუნის ზეთით ნედლ ლობიოს თქვენსავით გემრიელს ვერავინ ამზადებს. დედა ჩემიც ვერ ამზადებდა. შეგერგოთ. დაჯექი ემრულა, დაჯექი, გემრიელად მიირთვი. დაჯექი ემრულა. ელდა, ცოტა ხნით მარტო დაგტოვებ? რა თქმა უნდა. იფეკ ხანიმისთვის ჩაი უნდა წამეღო. იფექი სახლშია? კლინიკიდან ახლახან მოვიდა. ტანსაცმელი უნდა გამოეცვალა და ნიფთები აიღო. გასაგებია. იმედია არაფერი შემშლია არ მაღან ბეი. არა. თქვენთან საუბარი მინდოდა. დიდი ხანია მუშაობ, ხომ ასეა? დედა ჩემთან. დიახ, დაახლოებით 20 წელია. მამა ჩემს იცნობდით? სამწუხაროდ არა. მისი გაცნობის საშუალება არ მომეცა. წარსულში გულჯემალის შესახებ რამე ხსმენია? არა, მაგრამ არ მესმის, რატომ მეკითხებით? ისე. მაინტერესებს რა ხდებოდა მაშინ, როდესაც აქედან შორს ვიყავი. ანუ რა გამოვტოვე? ნელა. გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? მამა ჩემი. ჰალილ იბრაჰიმ ნახაშოღლუ უნდა მომინახულოთ. ახლა ვნახავ რომელ სართულზეა. იბრაჰიმ ბეი მე-4-ზე წევს. მის ნახოს შევძლებ? ექიმს დაელაპარაკეთ. ნელა, გოგო, ნელა. ღმერთო ჩემო. არა, არ მოდის. კიბით ავიდეთ. ფეხი გტკივა, დაველოდოთ. არა, ვერ მომვიცდი. კიბით ავიდეთ. მოიცადე. უკაცრავად. იფეკ. შენ ხარ შვილო? მამიკო. დევა. მე მოვედი. დევა, შვილო. მამიკო. შვილო. მამიკო. შვილო. შვილო. მამა.
კარგად მომიქეცი. რამდენი დღეა გოგოს არ გაუღიმია. მოვიყვანე გაიხაროს მეთქი და აატირე მოხუცო. ყველაფერი ისწავლე. ტუჩების მოძრაობით სიტყვების გარჩევა ვერ ისწავლე. ცოტა დამშვიდდი. შვიდად იყავი. თვალი არ ეცეს მამა შენი კარგად არის. უფრო კარგად იქნება. ხო, მადლობა, ღმერთს კარგად არის. უფრო კარგად იქნება. იტირე. წამწამების სველი გაქვს და სახეზე რამე მაქვს? წამოდი. ვიცი, მამა ჩემთან იმით წამიყვანე, რომ შენთან თანამშრომლობას დავთანხმდე. შენთან მაინც არ ვიმუშავებ. დიდი კატასტროფა იქნება. რა კატასტროფა? შენი და კატასტროფების არ მეშინია. იძულებული გავხდები, რომ გაგათავისუფლო. როგორ? ხვალ საღამომდე ჩემთან თანამშრომლობას თუ არ დათანხმდები, იძულებული ვიქნები, რომ გაგიშვა. ანუ გაგათავისუფლო. დავიფიცე. იდიოტი. შენი ხმა არ ისმის. ამ ოთახში დარჩენა არ მინდა. თუ ასე არ უნდა გადაგეწვა ის ოთახი, სადაც რჩებოდი. თითქოს ამ სახლში მხოლოდ ერთი ოთახია. უზარმაზარი სახლია, ბევრი ოთახით. მერე მე ვინ მომივლის? ავად რომ გავხდე? ჭრილობაც მტკივა. ღორივით ხარ? არაფერი გიჭერს. მთელი დღე წინ და უკან დადიოდი. ჭრილობა ახლა აქტივდა? ტყვია მომხვდა, არავინ იცის შესაძლოა მოულოდნელად ისევ ცუდად გავხდე. არა კომფორტული დივანია. ქვეშ საბანი დაიფინე. წელი დაასვენე. ღმერთო ჩემო. ღმერთო დამიფარე. ამჯერად რა გაწუხებს? დათვი მე მიყურებს. თვალები დახუჭული მაქვს. შენ არა. იატაკზე გაშოტილი. გოგო ის მკვდარი ფიტულია. გასაგებია, მაგრამ მკვდარი დათვი მე მიყურებს, როგორ დავიძინო? ვერ დავიძინებ. ღმერთო გამაძლებინე.
უკვე აღარ გიყურებს. ძღოლი, რომელმაც მოგიყვანა დედა შენს ეტყვის, სად ხარ, ახალგაზრდა? ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დედა ჩემი ჩემს ადგილსამყოფელს თუ გაიგებს. იერაგლის ამბავი გიამბო? არ მიგითხავს. მოდის. გონი საკმაოდ დიდი თევზი დაიჭირეთ. თევზი არ არის, ეს ბატკანია. მოდი აქ. მოდი აქ, მოდი. აბა ფრთხილად? რა ხენი? ძმა უზარმაზარი თევზი უკან რატომ გადააგდე? უნდა მეთქვანე და უკან არ ჩაგეგდოთ მეთქი გულჯემალ ბეი. თევზებს პატივი უნდა სცე. პატივი ვცე? ნებისმიერი სულიერი არსება შობს. შვილებს ზრდიან. შვილებს შეხედე, მათ გვერდით ყოველთვის დგას დედა, რომელიც მათ გზას აჩვენებს, მაგრამ თევზები ასე არ არიან. არ არიან? რა თქმა უნდა არა. იბადება თუ არა, სულ მარტოა. უზარმაზარ სივრცეში გადარჩენისთვის იბრძვიან. ზოგიერთი ადამიანის მსგავსად. ცდილობენ გზა დამოუკიდებლად იპოვონ. ყველა შენნაირი იღბლიანი არ არის. აბა რატომ თევზაობ? იმიტომ რომ სხვების მსხვერპლი არ გახდნენ. კი მაგრამ მხოლოდ თევზებზე ნუ მელაპარაკები. ასეთ დროს რადგან აქ მოხვედი, ესე იგი ეჭვები არ გასვენებს. მითხარი რა გაწუხებს? დედა ჩემს იცნობთ არა? ასეა? მერე? მერე? პასუხი რომ არ გწოდნო და ახლა აქ არ იქნებოდი. ისეთი რამ მკითხე, რაც არ იცი. დედა ჩემი სად გაიცანი? თან დაყოლილი უბედურებიდან. ვერ გავიგე რას გულისხმობთ. არ მესმის. ინფორმაცია მოიძიე. მორიგი შეხვედრის დროს იქნებ გიამბო. ანუ ერთმანეთს ისევ შევხვდებით? აუცილებლად. ჩემთან შეხვედრა არ გინდა? თქვენი აზრით ეს უცნაური არ არის? მომხდართან მე ნუ მაკავშირებ. ჩათვალე არაფერი მომხდარა. იქ რაც არ უნდა მოხდეს, ამ ტბის სანაპიროზე ერთად დავსხდეთ. კარგი? როგორც ძმები. როგორც მეგობრები. რა სიტყვი? ეს იქნება მეგობრობა, რომლის შესახებაც არავის არაფერი ეწოდინება. რა თქმა უნდა, შევთანხმდით გულჯემალ ბეი. მოკლედ ძმა და მიძახი, კარგი? ამიძახვალ. სად? აივალიქში. ჩასვლისას ამ ნომერზე დარეგე. სხვა იახტაზე გადაგიყვანენ. ლესბოსში. რამდენიმე დღე იქ დარჩები. შემდეგი დაგეხმარებიან და ევროპაში წახვალ. ჩემი უფროსი ძმა შენს კვალს ვერ იპოვის. შენ ძმას რას ეტყვი ჩემი წასვლის შესახებ რომ გაიგებს? ქალაქში ერთად გავედით. შემდეგ ერთმანეთის კვალი დავკარგეთ. სახლში დავბრუნდი. მას ველოდებოდი. მის შესახებ ვერაფერი გავარკვია და შეშინებულმა შენ დაგირეკე მეთქი. გმადლობ გულენდამ. დიდი მადლობა.
წარმატებას გისურვებ. ნეტა ერთმანეთს სხვა პირობებში შევხვედროდით. მოდიშ გიხდი. მართლა ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი ხარ. მართლაც. შენზე უკეთეს ვიმსახურებ. მართებულად იქცევი მერთ. დევა უკვე შენთვის მიუღწეველია. სხვა თუ არაფერი ამ სიგიჟეს თავს დააღწევ. კაპიტანო. რა ვქნათ, უკან დავბრუნდეთ? ერთი წუთით, კაპიტანო. არ გამოგვივიდა. ჩანთა უნდა წაგვერთმია და გავქცეულიყავით. ქალბატონმა ასე გვითხრა. არ მესმის იმ ჩანთას ხელი რატომ არ გაუშვა? დროზე წავიდეთ. რა ხდება? ეს ვინღაა? ყველაფერს ხედავთ? ალო? მე არაფერ შუაში ვარ, მე არაფერი დამიშავებია. მე ზაფერ ფეხლივანი ვარ. ზაფერჰანი? მხოლოდ ერთს გითხრავ. გინდა დევა დაგიბრუნდეს. ბოდეს გიხდი. შეგაჩინე? არა. დილამშვიდობისა. წამოდი ისაუზმე. ბიში მოვამზადე. ბიში? ძალიან მიყვარს. განა არ ვიცი. ბიში ყველა ძალიან უყვარს. მართალია ყველას უყვარს. რაღაც უნდა გთხოვოთ. თუ შეიძლება წყალი გააცხელებინეთ. უნდა ვიბანავო. რა თქმა უნდა. სანამ ისაუზმებ, წყალი გაცხელდება. მადლობთ. რაღაც საქმე მაქვს, უნდა გავიდე. საღამოს სტუმრებისთვის ყველაფერი უნაკლოდ იყოს. კარგი. ყველა მზად იყოს. ბოლო ბიში უნდა შევჭამო. ხვალიდან აქ აღარ ვიცხოვრებ. საღამომდე ჯერ დიდი დროა, ასეთი თავდაჯერებულიც ნუ ხარ.
გონს მოხვედით, თავს როგორ გრძნობთ? ჩემი მეუღლე მოვიდა. ქუჩაში გიპოვეს. ვიღაცები დაგეხმარდნენ. აქ ორმა მოხუცმა ბატონმა მოგიყვანეთ. თქვენი მეუღლის ტელეფონის ნომერს თუ მომცემთ, დაურეკავ. ნამდვილად 2 საათია. დიახ, საოპერაციოდან ახლახან გამოგიყვანეს. ბავშვი? ბავშვი? ჩემი შვილი? ძალიან მწუხვარ. არა. 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 ასეთი გემოვნება თუ ჰქონდა, არ ველოდი. ვინ არის? ვინ არის? არ შემოხვიდე. მე ვარ. რატომ შემეშინდა? ის ხომ კარზე არა გაგუნებს. ვინ? გულჯემალი. საღამოს მოვა. მოვედი რომ შენთვის მეკითხა, რამე ხომ არ გჭირდება. გჭირდება. თმის სარჯი მჭირდება. ასევე დამატენიანებელი საცხი. ტუჩ საცხი მინდა. ამ სახლში კოსმეტიკას რატომ ვეძებ? როგორ არ გვაქვს? გულენდამის ოთახის ავსია. გულენდამი? გულჯემალის და. ახლახან გათხოვდა. ახლა თაფლობისთვის აქვთ სტამბოლში არიან. მისი ქორწილის სურათები აგდებს. დაათვალიერებ. არა, არ მინდა. გულენდამიც აქ ცხოვრობს? რა თქმა უნდა, აქ ცხოვრობს. ახლა მისი ქმარიც აქ გადმოვა. ჩამოვლენ და გაიცნობ. იყოს. წავალ იმას მოგიდან, რაც გჭირდება. გმადლობ. დევა სად არის? გაიგებ. ზაფერჰანი მდევაბისთან ერთად არის. საღამოს ყველაფერს გაიგებ. მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. დღეს დრო რანელა გადის. რით ვერ მოსაღამოვდა. ნეტა ვახშამმა უპრობლემოდ ჩაიაროს. ვახშამი გადარდებს თუ ის ალბათობა რომ გოგომ მიგატოვოს და წავიდეს. მართალია სტეიკი მოუმზადე ისაუბრეთ, მაგრამ ბევრი რამ გადაიტანეთ. ხომ ასეა? ანუ გოგო თხასავით ჯიუტია უფროსო. ხელკავს არ გამოგდებს და სავახშმოდ არ წამოყვება. წინააღმდეგობას გაგიწევს, არ დაგემორჩილება. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თავისი საქმის თვითონ იცის. ხელკავს არ გამომდებს და ზურგზე მოვიგდებ და ისე წავიყვან. ანუ ასე თუ ისე როგორღაც მაინც წაიყვან.
რა ხდება? ხომ თქვი იტალიელებთან ერთად უნდა ვივახშმოთ? როგორ? ჩემთან ითანამშრომლებ? არ მithქვამს მითანამშრომლებ მეთქი. ყოველთვის ვცდილობ, რომ საჭმელი მაჭამო. გადავწყვიტე, რომ ამ საღამოს ვახშამი ადამიანურად მივირთვა. ძალიან კარგი. თანახმა ვარ. გამოსამშვიდობებელი ვახშამი. ეს კაბა საიდან გაჩნდა? თავად იყიდე უფროსო. უფალმა დამსაჯოს. ვახშამი ეზოში. გრძელ წამწამებიანო. ეს კაბა ცოტა ზედმეტია. ვითომ რატომ? ჩემი აზრით ზედმეტად გამოსასვლელია. გამოიცვალე, სხვა კაბა ჩაიცვი. არა, მე ძალიან მომწონს. არ გამოვიცვლი. ეს კაბა მეცმევა. ნუ მეპასუხები, ზემოთ ადი და სხვა კაბა ჩაიცვი. არ გამოვიცვლი. გამოიცვალე. მოდი და თავად გამხადე. Hadi buyur gel kendin çık. მოდი, შენი ხელით გამხადე. Oldu o zaman. ესე იგი ეს კაბა მეცმევა. და აქ ხოცავთ ვინც გაიცინებს. კითხე ჩემს დას დალათობის კვალი აჩნდა მეთქი? მიპასუხა არაო. არ მაღან, მითხრა არაო. დევა მასთან თავისინებით მისულა. შემდეგ კი იმ კაცთან ერთად უკან წასულა. ხომ გეუბნებოდი, ჩემი თვალით ვნახე იფეკ. დედა ჩემმა სიმართლე თქვა. არა, არ მჯერა. არ მჯერა. აშკარად რაღაცაშია საქმე. რაღაც არ გვესმის. დევას პირადად უნდა დაველაპარაკო. შენი თვალით რომ ნახავ და შენი ყურით მოისმენ, მაშინ დაიჯერე. წამომყევი. სად? გულჯემალის სახლში. იქნებ ახლა მაინც დამშვიდდე. ჩემ შვილს იმ ფსიქოპატის სახლში აღარ წაიყვან და საფრთხეში აღარ ჩააგდებ. გაფრთხილებ არ მაღან. იმ კაცისგან თავი შორს დაიჭირე. იძულებულს ნუ გამხდი ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა. მაგალითად რისი გაკეთება არ გინდა, დედიკო? შენი აქედან გამგზავრება, ჩემო საყვარელო შვილო. გამარჯობა. ბატონებო? გმადლობთ, მობრძანდით. საღამოშვიდობისა. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შეგხვდით. ჩვენც ასევე, ბატონო. ჩემთვის დიდი პატივია გაგაცნოთ ჩემთვის დიდი პატივია გაგაცნოთ დევაჰანიმი, რომლის ნამუშევრებსაც გაეცანით და რომლებიც ასე ძალიან მოგეწონათ. ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით. თქვენი გაცნობა მართლაც სასიხარულო ფაქტია, ქალბატონო. თქვენი ნამუშევრებით თქვენი თაყვანის მცემელი გაგხადეთ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ლამაზი ხართ. ასევე ბედნიერები ვართ ასეთ გაღიმებულს, რომ გხედავთ, ესე იგი, აქ ძალით არ იმყოფებით. გთხოვთ, დაბრძანდით.
Წამოგზანდით. გმადლობთ. რას ამბობენ? არაფერი მესმის. შენი ნამუშევრები მოეწონათ და ამაზე საუბრობენ. ამდენი ილაპარაკეს და მხოლოდ ეს თქვეს? თავარი აზრი ეგ იყო. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ. ასეთი რა გაკავშირებს იმ კაცთან, რომ აქედან გაშვებით მე მოკრები დედა. უკვე ვეღარ გრძნობ. ნახოთ რას მიმავალ. ესენი ეს ბავშვები ვინ არიან? ვახშამი უკანა მხარეს მდებარე ზამთრის ბაღშია, მოგბრძანდით. რა ვახშამი? გმადლობთ. რა ხდება? ამჯერადაც წინ დამიდებ და ჭამის უფლებას არ მომცემ? კიდევ ერთ პიროვნებას ველოდებით. როგორც ვხედავ ხელშეკრულების გასაფორმებლად, საჭირო არ არის ზაფერ ჰანიმს დაველოდოთ. არ ამგონია, რომ დევა ჰანიმი აქ ძალით ჰყავდეთ ჩაკეტილი. ხომ ასეა? ყველაფერი ნათელია. სჯობს პირადად მას დაველოდოთ. ზაფერ ჰანიმის მოსვლამდე დევა ჰანიმს მოусმინოთ. თქვენი სულიერი სილამაზე სახეზე აისახება. რას ფიქრობთ? ჩვენთვის რას შექმნით? რას ამბობს? დევა ჰანიმიც გავიცანითო. სხვა დროისთვის მისი ნახვა აღარ დაგჭირდებაო. ერთი წუთით. შენ მათ უთხარი ჩემთან ემუშავებსო? რა მეთქვა? უთხარი ამაღამ სახლში უნდა დაბრუნდესო. სიურპრიზი იყოს. ახლა ვერაფერს გეტყვითო. ჩვენ მასთან საუბარი სურს, იქნებ მინიშნება მაინც მოგწეს. იძულებულს გამხდის, რომ შეთანხმება გავაუქმო. რა ხდება, რას ამბობს? რატომ ბრაზობ? ფასის დაკლებას ცდილობს. სტუმარი მოვიდა, რომელსაც ველოდებოდით. იფეკ. ნუ გეშინია. ეს კოშმარი დამთავრდა. შენს დასაყვანად მოვედით. იფეკ. კინაღამ გავგიჟდი. კინაღამ შევიშალე. ყველა იმას გაიძახის, რომ აქ შენინებით ხარ. რა? ასე არ არის. არა, იძულებული გამახადა. ვიცი, არც მე დამიჯერებია.
არავის ნათქვამი დავიჯერე. არმაღანსაც კი არ დავუჯერე. უთხარი რაღაცაშია საქმე მეთქი. არმაღანი? ჩემთვის დიდი პატივია ამ სახლში რომ გხედავ ზაფერჰანიმ. ორძანდით. იმედი არ ფიქრობ რომ შენ სუფრასთან დავჯდები და შენ სისხლიან ლუკმას შევჭამ. გუშინ თავდაჯერებული ლაპარაკობდი. დევა აქ თავისინებით რჩება და ჩემთან იმუშავებსო. ასე მითხარი. მოდი ახლა მასაც მოვუსმინოთ. მოდი გადაუთარგმნე. ის რასაც დევაჰანი მიიტყვის, თავად გვეტყვის გულჯემალთან რა ურთიერთობა აქვს. წამოდი ნუ გეშინია. სიმართლე ყველას უთხარი და აქედან წავიდეთ. Evet beni mecbur დიახ, იძულებული გამხადა. Ama artık kendi მაგრამ ახლა გულჯემალ ბეის გვერდი ჩემი ნებით ვარ. Rimango di mia volontà con lui. რა სისულელეს ამბობდება? გასაგებია მხიცმა შეგაშინა. bir şeyin yok lütfen. მაგრამ ახლა ნუ გეშინია. Sanırım hiçbir şeyden korkmuyorum. იფექ მე ზრდასრული ადამიანი ვარ. არაფრის მეშინია. Gülcemal Bey გულჯემალ ბეის გვერდი ჩემი ნებით ვრჩები. onunla çalışıyor. მასთან ვმუშაობ. Tasarımlarını ახალ ესკიზებს მისთვის შევქმნი. Io sono qui di mia volontà, lavoro per lui e disegnerò per lui. რაც არ უნდა მოხდეს. იმ კაცს გვერდიდან არ უნდა მოშორდე. მამა რას ამბობ? შენთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქ არის. babacığım მამიკო, ავათხარ და მაგას ამიტომ მეუბნები. არა, სრულ ჭკუაზე ვარ. თუ ჩემი გჯერა, მე თუ მენდობი, ისე მოიქეცი როგორც მეკითხარი. ამ ეტაპზე შენთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მის გვერდითაა. იქიდან არსად წახვიდე. არავის უთხრა რომ ეს მეკთხოვე. სულ მალე ყველაფერი შეიცვლება. მაშინ მიხვდები ასე, რატომ მოვიქეცი. yazıklar olsun sana ya. გრცხვენოდეს. Sana yazıklar olsun. სხვა თუ არაფერი? საავადმყოფოში მწოლიერე მამის გამო ამ კაცის გვერდით ერთი წუთითაც კი არ უნდა გაჩერდე. Bir dakika kalmaman gerekiyor. İpek. იფეკ, ხელმოწერის პროცესს დაესწრები? დედასაფერი ჩემთან მოვიდა. დამბირდა რომ იქიდან გამიყვანდა. მალულად იარაღიც კი მომცა. თავი რომ დავიცვა. რას ამბობ? იარაღი ხომ არ გამოგიყენებია? რა თქმა უნდა არა. ზაფერჰანი მარაც არ უნდა გითხრას მას არ დაუჯერო. რა? გაფრთხილებ მას არ ენდო. ვიცი რასაც გეუბნები. მას არ უნდა ენდო.
გემრიელად მიირთვით. გმადლობთ. გმადლობთ. შეგერგოთ. როგორც მივხვდი, დევა ჩვენთან ერთად არ მოდის. ვერ მოდის. გულჯემალს მისი დარწმუნება როგორღაც მოუხერხებია. ისეთი თავდაჯერებული საუბრობდა. ახლა შიგნით იტალიური კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს. უკაცრავად ის იტალიური კომპანია, რომლის პარტნიორიც მე ვარ. ქალბატონო, წლებია თქვენთან ერთად მუშაობ, თქვენი წინდახედულობით და გამჭრიახობით ყოველთვის მაოცებთ. ახლა გულჯემალი პროდუქციას თქვენთვის დაამზადებს. დევა ახალ მოდელებს თქვენთვის შექმნის. მათ ეგონათ, რომ პროდუქციას იტალიელებს მიყიდიან. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, სინამდვილეში კი თქვენ მოკრედიან. ასია. მართლაც დიდებულია. სიმართლე ითქვას, გულჯემალი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მაგრამ ავიწყდება, რომ ჭკუა დედამისისგან აქვს. დედები ყოველთვის ერთი ნაბიჯი წინ არიან. ამ საღამოს სიურპრიზებს ბოლო არ უჩანს. ღამის მთავარი ბომბი მოვიდა. დიდი სიამოვნები დავრჩებოდი და განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ვადევნებდი. მაგრამ წავიდეთ. წყინვალე ხელშეკრულება გავაფორმეთ. ნამდვილად. გმადლობთ. ასე რატომ მოიქეცი? შენც ხომ ეს გინდოდა? ხო და სურვილი აგისრულდა.